დათი ქოქრაშვილი რა წლის მე ვარ მზად წლის მადლობ და მიყვარხარ ძალიან დათი 2022-ში სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე იყო. ასეთი დარტყმისთვის, ფიზიკური ტკივილისთვის, სტრესისთვის, განსაცდელისთვის, ამ მძიმე ტვირთისთვის, ცხოვრებისეული რყევებისთვის, რომელიც ყველაზე დამანგრეველ ქარიშხალზე მეტია, დათი 8 წლის ასაკში მზად არ ყოფილა. მომენტიდან, როდესაც ქართველმა ექიმებმა დათის გადარჩენა მოახერხეს, დაიწყო სირთულეებით დატვირთული და ხანგრძლივი რბოლა სიცოცხლის სასარგებლოდ. წამს შეუძლია ადამიანის და მის გარშემო არსებული სამყაროს შეცვლა. ასე მოხდა დათის შემთხვევაში. თავზარდამცემმა ამბავმა, რომელმაც ქოქრაშვილების ოჯახში ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ქვეყანა შეძრა, ერთი მთავარი გმირი ჰყავს. ყველაზე პოზიტიური, სიცოცხლის მოყვარე, მებრძოლი დათუნა, როგორც მას ახლობლებმა შეარქვეს სუპერმენი და მისი ორი მფარველი ანგელოზი, დედა კრისტინა და მამა ირაკლი. სამეული ერთი განუყოფელი გუნდია. იციან, რომ ომში არიან, იმ ომში, სადაც მხნეობაა გამარჯვება, მოდუნება მარცხი. კაც ეს იყო 2022 წლის მარტამდე, 31 მარტს დათის მიერ განცდილი აუტანელი ტკივილი მთელმა საქართველომ იგრძნო. ამპუტაცია საქართველოში დაჭირდა, რამდენიმე დღეში ისრაელში გადაიყვანეს. სამედიცინო მახასიათებლები იმდენად კრიტიკული იყო, რომ კრისტი და ირაკლი თითოეული ოპერაციის წინ ბავშვს სამუდამოდ ემშვიდობებოდნენ. ეს ისრაელში გადაღებული ვიდეოა, სადაც დათუნა პირველად დაჯდა ეტლზე. ეს ტრაუნშტაინია, სადაც დათი მშობლებთან ერთად 4 თვეა რეაბილიტაციას გადის. ამპუტაციის შემდეგ ფიზიკური და მენტალური ცვლილებები ცხოვრების ახალი ნორმა, თამდევი პროცესია. დათი უფრო ემოციური გახდა და დედმამაზე უფრო მიჯაჭვული. მთავარია, რომ პროგრესია. გერმანიის ქალაქი გარდამტეხი ცვლილებების მომტანი უნდა იყოს. დათი მსიარული თავიდან უნდა ისწავლოს. პირველად მოსინჯოს ძალები. ერთად ვემზადებით კლინიკაში ექიმთან ვიზიტისთვის, სადაც მოზარდს პროტეზი უნდა მოარგონ. საათნახევრიან სეანსს დათის მხრიდან მონდომებასთან ერთად ფიზიკური ძალა სჭირდება. ტრაუნშტაინელი მედიკოსი ოჯახის მთავარი საყრდენი და იმედია. ველოდებით ექიმ ტიმს, რომელიც ერთადერთია, ვინც ექსპერიმენტს დათანხმდა. მისმა კოლეგებმა ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის სხვა ქალაქებში პროტეზზე უარი თქვეს. Hey team, how are you? Nice to meet you. Nice to meet you too. Hey everybody. Hi. New people in the room. Hi, Tim Baumeister. Okay, nice to meet you. Hello. Hi, how are you team? Hi. Everything all right? სამკვირიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ შეგვიძლია პროთეზის უპირატესობები გაჩვენოთ. ამპუტაციის და თან ასეთი მოცემულობის შემთხვევაში ყველაფერი ინდივიდუალურია. ამ მდგომარეობაში ყველამ უნდა იბრძოლოს. Yes, of course. If we compare it with 2 weeks ago, it is quite good what we did now and how we proceed. This looks really good. Okay. განსაკუთრებული შემთხვევაა. მთლიანად შეცვლილია სხეული. ვეძებთ ადგილებს დასაბალანსებლად. დათის უნდა ძალა დაუბრუნდეს. ყველაფრის გამოყენებას ვცდილობთ. ეს სატესტო ეტაპია ვარჯიშებისთვის.
პატარა დათუნას მცდელობის მხოლოდ ერთი ეპიზოდია ის, რასაც ახლა თქვენ თვალსადევნებთ. აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ იმედი არ გაუცრუდეს. ასეთი იქნება დათის ახალი სოკეტი სილიკონის ინტერფეისით, კანის დამცავითა და ჰიგიენის მაღალი ხარისხის დასაცავად. კოლონოსტომია გამოტანილი სამაგრი არ აქვს, რაზეც შეიძლება დაერტყმოს და იმიტომ აქვს ნეკნებზე და მალებზე აყვანილი, რომ ეს დამაგრდეს და ფაქტიურად წელით მართავს. გვირჩევნია, რომ ყველაფრის საქმის ყურში იყოს, ყველაფერი ჩაგებიჭია და პირიქით რაც მე ვიცის არა როგორ არ ხარდეს უნდა შეეგოს და იბრძოლოს ცხოვრებაში. დღეს კმაყოფილია დათი, მისი ექიმი და მშობლები, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. დათის ჯერ ბევრი რამ აქვს გადასალახი და ამაში ვარჯიშის მეორე დღეს დავწმუნდით. სეანსი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე გუშინ. დათის ტკივილები დაეწყო და სხვა შეგრძნებებმაც იჩინეს თავი. სიარული გაუჭირდა. დათის დღემდე აწუხებს ფანტომური კიდურის ფენომენი. მწვავე ფანტომური ტკივილები, ანუ სხეულის იმ ნაწილის ტკივილი, რომელიც ამპუტირებულია. ვიცი მამა რომ გქივა, მაგრამ უნდა შეეძლო ხვეწე. ხო იცი რომ ბრძოლა გვაქვს ხო მოცხერა ორივეს ჩიდომით რახან არა ტაკვი დაკეტილი ხდება ანუ გაჩხაპნა დაბეჟილობა პისტოლების გაჩენა რაც აი დღეს მივიღეთ დიდი ტკივილი დღეს საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთა იმიტომ რომ ძალიან დიდი ტკივილი ქონდა ხშირია ხო თუ არა ასეთი შემთხვევები რომ ანუ ტკივილი იმდენად ძლიერია რომ ვერ შეძლო მაგალითად ძალიან ხშირი და ერთ კილო გამაყუჩება დღეს გადაადგილება და პროტეზის დამატებით გატესტვა ვერ მოხერხდა, მაგრამ ექიმებმა დათის გამხიარულება მაინც შეძლეს. ერთი ინფექცია იქნება მეორე დღეს კარგი იქნება, ბოლოში გავიმოწმე. ვიქნა. ხოიცი ვიზა. ა? ჩიტუნგონი ხარ. ბრუნდებით სასტუმროში მომავალი ვარჯიშის მოლოდინში, მოტივირებული და დარწმუნებული, რომ დათი ყველაფერს შეძლებს. 2 იანვარს პაციენტს ექიმმა პროტეზის ახალი საბოლოო ვარიანტი უნდა მოარგოს. ადაპტაციის კრიტიკული პერიოდი ადგილზე სავარაუდოდ 3-4 კვირა გაგრძელდება. ექიმები ამბობენ, რომ მონდომება მთავარი ფაქტორი იქნება. რამდენად შეძლებს იმას, რასაც ეხლა ელოდება, აი მე არ დამძიმდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მაგის მეშინია და ჩვენიც ამავე დროს. 20 წლამდე პროტეზის 2-ჯერ გამოცვლა წელიწადში სავალდებულო, რაც 100,000 ევროსთანაა დაკავშირებული. თქვენი გვერდში დგომა ჰაერივით სჭირდება დათის, ფერადი და მხიარული მომავლის შექმნა ერთად უნდა შევძლოთ. დათის თვითოულ ნაბიჯს განიცდიან საქართველოში მყოფი უზომოდ მონატრებული ძმები და ბებია. მათ დისტანციურად ხშირად ელაპარაკება. როგორ ხარ ბე? შემოგევლე, ჩემი ცხოვრება რა ლამაზი ხარ ბებო, სიმპათიური. ჩემი ძელი გიხდება ძალიან. კარგად ვარ, მაგრამ შენ მენატრები ბებო ძალიან მენატრები. კიდე გუშინ გაჩვენა. გუფი შენატრები ძალიან, აბა მოიყვანე. მოიყვაი გუფი, აი. კაფი მენატრები ძალიან ყავს. სამად ჩამოდგეხოთი. შემოგევლა ბებოში, ჩემი ხარული. დათის ძალიან ეჩქარება. მანქანების შიში გადალახა. კომპიუტერული თამაშებიდან ყველაზე მეტად მანქანების შეჯიბრი იზიდავს. უყვარს სისწრაფე. საათობით შეუძლია საჭემართოს. მოუთმენლად ელოდება თუ როდის ეყოლება საკუთარი მანქანა და ამბობს, რომ ყველაზე ყურადღებიანი მძღოლი იქნება. კარგად. როგორ ხართ? თბილისში დათის ელოდებიან კლასელები, მასწავლებლები, მშობლიური სკოლა, თანატოლები შორიდან ამხნევებენ მეგობარს. დაგინახე.
კარგად. რეაბილიტაციის თითოეული დღე ქოქრაშვილების დიდი ომის ნაწილია. ირაკლის სურს მიღებული გამოცდილება ახალი კლინიკის გახსნას მოახმაროს. შენს ქვეყანაში ყოფნას და შენს ქვეყანაში ბრძოლას არაფერი ჯობია, იმიტომ რომ უფრო მეტი ძალა და უფრო მეტი შემართება გაქვს. ვისურვებდი, რომ ეს ჩვენი ძალიან ძლიერი პროფესიონალი ექიმებს მიეცეთ ეს საშუალება, რომ იყოს საქართველოშიც ისეთი კლინიკა, ისეთი შესაძლებლობები და ისეთი ხელშეწყობა, რომ არ ჭირდებოდეთ ქართულ ოჯახებს საზღვარგარეთ წასვლა. დათი დროებით გემშვიდობებით ძალიან გვიყვარხარ და დარწმუნებულები ვართ, რომ შემდეგ შეხვედრაზე გექნება ძალიან დიდი წარმატება უკვე, გამარჯვებული იქნები, ფინალში გასული და ეს დღე აუცილებლად დადგება. ხომ გვაძლევ ამის პირობას? თქვენ კი დათის სახელით მოგიწევდებთ, რომ დაიცვათ მოძრაობის წესები. ძალიან